დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. მთავარი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართება. საზეიმო ღონისძიებები დაგეგმილია ქვეყნის მასშტაბით. პარალელურად თბილისში სამოქალაქო სექტორის მხრიდან დაანონსებულია საპროტესტო აქციები და მარშები. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება პარტნიორობის, რომელიც უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ საქართველოს მისწრაფებებს შეესაბამება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაվել ჰერჩინსკიც და აცხადებს, რომ ეს დღე იმის მტკიცებულებაა, რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატია გარანტირებულ მოცემულობად არასდროს უნდა ჩაითვალოს. ჩვენ პატივს ვცემთ და აღფრთოვანებულები ვართ ამ ურყევი ერთგულებით. გერმანია და ევროპა თქვენს გვერდით დგას. საქართველოში გერმანიის ელჩი ქართულ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მოუთმენლად ველი ჩვენი ქვეყნების ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობის და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას. გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე ქართულ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. თავისუფლება და დემოკრატია ფასდაუდებელია და მათი დაცვა ყოველთვის აუცილებელი. ამ მნიშვნელოვან დღეს სრულ სოლიდარობას ვუცხადებ თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს, წერს ლატვიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.